განგაში სტატუსი სოციალურ ქსელში. გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ამღზრდელმა მცირეწლოვანი სცემა. ფაქტს მშობელი შეესწრო, რომელმაც მომხდარის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. მომხდარს არ ადასტურებენ იმ ბაღში, რომელშიც სავარაუდოდ შემთხვევა მოხდა. თამარ ადვაძე არ ყვევდა დეტალებს, მას ახლა ღია ეთერში ვთავთ. თამარ, რის გარკვევა შეძელი შენ ამ დროისთვის რამდენად რეალური არის ეს ინფორმაცია? საღამომშვიდობისა გიორგი, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ჩვენ არ გიჩვენებთ და არ დავასახელებთ ბაღს, სადაც სავარაუდოდ შემთხვევა მოხდა, რადგან შემთხვევის სინამდვილე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ 2 დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფში შეშფოთებული ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ გორის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს მაშინ შეესწრო, როდესაც ბაღში შესაყვანად საკუთარი შვილი ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მომხდარიდან გამომდინარე ბაღში ბავშვი აღარ მიიყვანა და არჩევანი სხვა ბაღზე შეაჩერა. ჩვენ ვიმყოფებოდით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, რომელიც სტატუსში არის მოხსენიებული და სადაც თითქოს ბავშვზე ძალადობის ფაქტი მოხდა, თუმცა ბაღის დირექტორმა გვითხრა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ბავშვს ცუდი საქციელის გამო შენიშვნა ხმამაღლა მისცა. სწორედ ამ შემთხვევაში შეესწრო ქალი, რომელმაც მოგვიანებით სტატუსი სოციალურ ქსელში გაავრცელა, თითქოს და ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ დავინტერესდით, ვინ აკონტროლებს კერძო საბავშვო ბაღებში სიტუაციას და რამდენად არიან დაცული თქვენი შვილები. აღმოჩნდა, რომ გორის მერია საერთოდ არ ერევა კერძო ბაღების მუშაობაში. ჯირკვალიშვილის უწყება ზედამხედველობას მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ბაღებს უწევს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით კერძო საბავშვო ბაღების საქმიანობა არ რეგულირდება. მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის უპირველესად აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს კერძო საბავშვო ბაღების სააღმრთელო საქმიანობას და საერთოდ მათ საქმიანობას, ეს არც ლიცენზირებადი საქმიანობაა და არც ნებართვებს არ საჭიროებს, რაც შესაბამისად იწვევს გარკვეულ პრობლემებს კონტროლისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით. სწორედ ასეთი ტიპის შემთხვევებთან მიმართებაში. თუმცა არც აღნიშნული დაწესებულებების პედაგოგებს და ხელმძღვანელებს არ უნდა დაავიწყდეთ ნამდვილად, რომ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, რა თქმა უნდა, სისხლსამართლის კანონმდებლობა კრძალავს ასეთი ქმედების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ბავშვის მიმართ ცემას განახორციელებს და მას ფიზიკურ ზიანს მიაყენებს, იგი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, რაც კანონით ისჯება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რაც გორის კერძო საბავშვო ბაღში მოხდა, სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ, რათა დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ბავშვის ცემის ფაქტს ადგილი. ისეთი ქმედება, რომელმაც ბავშვის და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არის უკვე სისხლსამართლის დანაშაული. ამიტომ ეს არის საქმიანობა, ეს არის ქმედება, რომელიც არ უნდა იქნეს განხორციელებული, ვინაიდან იგი მით უფრო დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება. თავის მხრივ, თუ ამ ფაქტთან დაკავშირებით სათანადო ორგანოები დაინტერესდებიან, იქნება ძალიან კარგი იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს კონკრეტულად გამოკვლევა ამ ფაქტის მოხდა თუ არა ასეთი დანაშაულის ჩადენა, თავის მხრივ შესაბამის დაწესებულებას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული პატივისა და ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება იმ ხარისაგან, რომელმაც მის მიმართ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ეს არის გიორგი ჩემსხელთ არსებული ინფორმაცია. გეტყვით იმასაც, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტი თავად ბავშვმაც უარყო, თუმცა რამდენად სარწმუნოა 5 წლამდე ბავშვის პასუხი აღმზრდელის კითხვაზე, გცემე თუ არა, ეს თქვენ თავად განსაჯეთ.